ევროპის ბრძოლების ფედერაციის მაღალჩინოსანთა ვიზიტი თბილისში დედაქალაქში ორგანიზაციის პრეზიდენტი ჰანს-იორგ ვირცი, ევროპის ბრძოლების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი კარელ პილინი და 8 ევროპული ქვეყნის ბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტები ჩამოვიდნენ. სტუმრები დღეს საღამოს დაგეგმილ ბრძოლების სასახლის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან. დღის მანძილზე მათ რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართეს. ევროპელი სტუმრები დედაქალაქის მერს და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს შეხვდნენ. მათ აგრეთვე ის ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს, რომელიც თბილისში 2015 წელს დაგეგმილ ოლიმპიური ფესტივალისთვის ხორციელდება. ძალიან მალე ზაფხულში ძლეოსნობის ევროპის ჩემპიონატი ტარდება აქ და ამას მასპინძლობს თბილისი და ეს მოსამზადებელი სამუშაოები სწორედ პირველ რიგში ამას უკავშირდება და რა თქმა უნდა 2015 წლის ოლიმპიადას აქ იქნება ძირითადი ძლეოსნობის ცენტრი, ისევე როგორც დღეს უკვე სრულ ექსპლუატაციაში შევა საღამოდან ძლეოსნობის ტრადიციული ცენტრი, დახურული მანეჟი. ამხელა აქტივობას ამხელა სამშენებლო პროცესს ისინი არ ელოდნენ და ფაქტურად გამოცხადებული დღე, რომელიც ჯერ კიდევ 3 თვის წინ იყო დაანონსებული, ზუსტად დღეს დაემთხვა, დღეს დაიწყო მშენებლობა პირველი და გაგრძელდება და მათი ვიზიტი და მათი ეს ოპტიმისტური განწყობა ჩვენ სტიმულს გვაძლევს. ჩვენ ვისაუბრეთ იმ თემებზე, რომ მნიშვნელოვანია ათლეტიზმი და ძლეოსნობა საერთოდ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არის ბაზისი ყველა სპორტისტვის და მისი განვითარება ჩვენ მეტად დიდ ყურადღებას ვანიჭებთ. ჩვენ გვინდა რომ განვავითაროთ ინფრასტრუქტურა პირველ რიგში ამისთვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს ძლეოსნობა ჩვენი მოქალაქეებისთვის.